გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხარხნო და იარაღის მოყვარულებო, განსაკუთრებით მოკლელულიანი იარაღის მოყვარულებო, რომლებიც ხარცა იმისი დატანჯულები, ვისაც ტარების უფლება აქვს, იარაღის გატანა არ შეიძლება. მე ეხლა ეს იარაღი მაქვს გამოტანილი, ჩემი არ არის, მე პატრონის ტარების უფლება აქვს, ასე რომ კანონი არ დაარღვიოთ, თუ გატანა მოგინდათ, უნდა მიხვიდეთ პოლიციაში, უნდა უთხრათ, რომ იარაღის გატანა მინდა. ეხლა მგონი 50 ლარია, ტირში წაღება თუ გინდა და რაღაცა რო ისროლოთ. აი ამ შემთხვევაში გვაქვს აი ესეთი იარაღი. უკან თოვლია ძალიან ისეთი რა. ქვია უდაბნო სარწივი ერეხო 951 PSL. ისრაელის გამოშვება, ისრაელი მაგრები არიან იარაღის გამოშვებაში რა. ყველას გვეგონა რომ ისაო რა ქვია, ვაჭრუკანები და ტანკებსაც უშვებენ, თემბერნაებსაც უშვებენ. და ძალიან მრავალფეროვან იარაღსაც უშვებენ. ეხლა ამ იარაღზე რა მინდა თქვა. უდაბნო სარწივი ქვია, Desert Eagle, ეს არის ბეიბი, ანუ პატარა. ამაზე დიდებით არის ზომით. კალიბრი არის 9.19, აი ხა წერია რომ ისრაელშია დამზადებული, made in Israel. შესახედავად შეხედეთ აი რანაირია, ხარისხიანი იარაღია. აი დიდი Desert Eagle-ები როა ამერიკული, ისიც მერე ამ ერიხომ ბოლო ჭკვამდე ამ კომპანიამ მიიღონა. შესახედავად არის. კარგი ტარი ნახეთ როგორია ერგონომიკული, ხელი კარგად ჯდება თვითონ იარაღში. Glock 19-ის ხელა არის, ну თუ ვინცაც Glock 19 ჭერიათ ხელში, ისეთია. უკან არზე აი ესეთი გამოწეული აქვს, რომ ხელს უჩაჯებით. იარაღს აქვს ტენდენცია სროლის დროს რულაციო ზემოთ, რომ ამითი დაასტაბილურო. კარგი ეგ შემთხვევაში თუ სროლის დროს კაია რომ კარგად აჯდება, ცუდია რომ თუ კაბურაში გიდევთ, ხელიო დატაცოთ. უნდა გქონდეთ დამოღებული ესე მოკიდოთ. პირდაპირ დატაცოთ, შეიძლება ამას მოკიდოთ ხელი და რაღაც როცა წამები წყვეც, თქვა ამოიღო და ისროლო, ხო? დაიბენ თან რაღაცა და კაბურას პირდაპირ ამას დატაცეთ ხელი, აქ ხელს ვერ მიაწვდით. თუ აი მაშინ არ ჩავიდა, ამიტომ უნდა გქონდეთ დამოღებული, რომ ზემოდან კი არ მოკიდოთ, ესე გვერდზე მოკიდოთ რა. 17 ტყვია მიდის ამაში. ლუგერი 919. აი მაქვს ხო? ჭიძე გეტყვით რომ ყოჩაღი მჭიდია. აი ესეთი. აწერია რომ 9 მმ-ო რომ ვიღაცას რაღაცაში არ შეეშალოს. ჩვეულებრივ ლუგების ვაზნას ჩავდებ სამცავს. ამ თოლმა ტვინი შეჭამა რა. თან მაგრა ცივა, ყინვა. მოდი ხელთათმანის გახდა არ მინდა რომ მაინც მომიწია რა. ეს სამცარ ვაზნას ჩავდებ. ოღონდ ჯერ პისტოლეტს არ გაუკეთებ, ჭიჭი ტყვიები არ ჩადოთ და მით უმეტეს თუ ესია ჩადებული, იარაღში არ ჩადოთ თუ სროლას არაპირებთ. უშუალოდ გასოლის წინ ჩადეთ იარაღი თუ მარტო არ ახარ და ვინმე არის. ყველა გააფრთხილეთ რომ იარაღი დამუხტულია და მერე არ დადოთ. თუ რამეა განმუხტეთ, ნახეთ რომ შიგ ტყვი არ იყოს და რაღაცა არ მოხდეს. შეიძლება ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა. კაი, ამას ახლა ჩავდეთ ტყვიები, აი ესეთი ვაზნები აქვს, ტყვიები აქვს. ჯიბის ჩავდებ. ისევ იარაღზე გავაგზავნოთ საუბარი. კომოდან პიკატინის თამასასავით აქვს აი ესეთი რაღაცა. აქ შეგიძლიათ ფანარი დააყენოთ, ლაზერი დააყენოთ. მეტი არაფერი უკან და წინ აი ეს ყორა უკანა სამიზნე. ჰორიზონტალურად რეგულირებადია. ვერტიკალურად არა. ანუ აქ ხის რაღაცა შეგიძლიათ მიუკაკუნოთ, მიწიოთ, მოწიოთ. მაგრამ ქარხნოთ ისია ხოლმე გასწორებული, მაგნა რაღაცებს არ მოითხოვს. მართვის ორგანოები, მაგ მარტო აი აქეთ მხარეს, ნუ მართვის ორგანოები რა. ჭიდის ამოსაღები და იმ ცველზე დასაყენებელი, ანუ მემარცხენეზე არაფერია გათვალისწინებული. ერთია დაშლა, აი ესე ხდება, როგორც ჩეზე 75-ში, აი ეგ ჭხირია. ამაზეა დამაგრებული. აი შეხედეთ, აქ ორი ცალი წერტილია. ხელს მოკიდებთ ესე. მიიყვანთ ერთმანეთის გასწვრივ, აი ესე. მერე აქ მიაწვევით, ცოტა რაღაცა მეტალის რკინის რაღაცით და მიაწვეთ, ეს ამოვა და დაიშლება. ეხლა არ დავშვით თორი, აქ ამ მუხლამდე თოვლია, აქ რაღაცა დამივარდეს.
გაზაფხულამდე მე ამას ვეღარ ვიპონი, ამიტომ არ დავშლი. ნუ ცუდი ისაა აქ რომ მარტო მემარჯვენე თუ მემარცხენე ხართ, ესე არ არის თქვენში არის. თქვენთვის არ არის. ხელში არის მსუბუქი, კარგად ჯდება. ხელთათმანის გარეშედაც რომ მოვკიდო ხელი. პლასმაზე ძალიან ისე ჯდება, რა ქვია. ანუ ამოწეულები რამე უსიამოვნები და უხეში რაღაცები არ აქვს. ყავიც ესე კარგად არის გაკეთებული, აი შეხედეთ. ეხლა აქედან ვესვრი იქნება 1-5 მეტრი. ხო და ნახოთ თვითონ როგორი ისექნება შეგრძნება სროლის დროს. იც მოვარგებ. და გადავტენი. ეხლა უყურეთ იქ სამიზნე, ანუ მიაშვი შუაში სამიზნეა. აქეთ იქით არის ნახევრად წყლიცავსე, 2 ცალი ბოცა. ბოცა არა რაღაცა პლასმასის რეზერვუარია. შიგასხია წყალი ესხა და ეხლა არის გაყინული. მაგას ვესვრი, აბა ყინული როგორ დაინტრევა და ვნახოთ. ანუ იცი როგორ დადექი რომ აი აქ დადექი. ო პისტოლი ჩანდეს და ის სამიზნეთა ჩანდეს რა. ჩანს პისტოლი. აჰა. და ვესვი ეხლა სამიზნეს. იარაღი სულასო რჩება. ესეთ რჩება გადატენილ მდგომარეობაში. ილახს თითი დაატეკეთ, გამოიღეთ. ეხლა არა თქვათ რომ ტვინი რატო შეჭამაო, ყველა ვიდეოში ვიძახი რა. მოექეცით იარაღს ისე როგორც დატენილს. ჩაიხედეთ ვიზუალურად აი ამაში, რომ ტყვი არ ატევს. ჭიდი მოხსნილი უნდა გქონდეთ ჩახედვის დროს. მე აი ამ ღილაკს დააწვევით დაბლა. წამოვიდა იარაღი, ისევ გადატენილ მდგომარეობაში დარჩა, დაბლა დაწიეთ, დასხლიტეთ. და მჭიდი აღარ მოარგოთ, შეინახეთ. მოდი ახლა მივიდეთ, ვნახოთ რა მოხდა. აუ რომ ხელა თოვლია. აი აქ მოხდა, ტყვია და მეორე მხარეს გამოვიდა. ანუ აი ამ ხელა ყინული ფაფათ აქცია, მიამტრია სულ ყველა და გაიარა შიგნით. აბა ესა ვნახოთ. აქაც მოხდა და მეორე მხარეს გამოვიდა. აი აქაც ესე მოხდა. უთრად აი აქ ვერ გავარტყი. მოკლედ მეგობრებო, რა გითხრათ რა, ხელში არის სასიამოვნო, სტაბილური იარაღია. ის რა ქვია, აი ახლა მჭიდი არა აქვს ამას. გადავტენი. დაბლა დაუშვებ და გეტყვით, ნახეთ რა, ამას უყურეთ თვითონ კავს. აი ძალიან, როგორ გითხრათ, სადღაც 9 კილო მოკაჩვა უნდა რომ დაარტყას. აი სპორტული იარაღები როა, სპორტული სტენზე რო ისვრიან ხოლმე, იგივე შეზე 75-ზე ვიტყვი, ძალიან უზნობიარი სასრეტი აქვს. იმას, ამასაც უზნობიარი სასრეტი აქვს, აი არანაირი მოკაჩვა და რამე არ უნდა, უბრალოდ დაიჭერთ. თავარია თითი დაადოთ, დაიჭერთ და ოდნავ მოკაჩვა თუ არა ისვრის. ანუ პროგნოზირებადაც ისვრის, რა ხო არის არასდროს მოდებთ თითას ანამ ქაჩავთ და მე გაიშ, ეგრე არ აკეთებს. აი აქ აწერია რომ ერი ხო 941-ია. პსლ აქ აწერია რომ ისრაელისა. დანარჩენი აბა რა გითხრათ, ით გაგახაროთ, ლამაზი იარაღია, ვისაც გილოცავთ, ვისაც არაღათ გეყიდოთ. იაფიანი იარაღი არ არის. საკმაოდ ძვირი იარაღია და ხარისხიანი. ბევრ ქვეყნის შეერაღებაში, საქართველოს შეერაღებაშიც არის ესეთი იარაღები. ჯარში. რაც ქვედანაყოფს აქვს. მინახია პოლიციას აქა-იქა. ამით გამოგემშვიდობთ მეგობრებო. თუ მოგეწონათ ეს განხილვა, აუცილებლად დაწერეთ. ეს იყო ერიხო 950 პსლ-ის განხილვა. კარგად ვზანდებოდეთ შემდეგ ვიდეო.